და ვუბრუნდებით ქუთაისს, სადაც ცოტა ხნის წინ პარლამენტისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე მშენებარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ადგილზე ამ წუთებშიც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე გაკეთდა კომენტარი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან. მისი ინფორმაციით მომხდარის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან. დამხმარე ნაგებობის ერთ-ერთ ნაწილში ჩამოიშალა ხარაჩო, რის შედეგადაც სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი მამაკაცი. დაშავებულები სხვა არავინ არ არის. ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამწუხაროდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. მუშა იყო. რამდენი იყო დაახლოებით? 50. და შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი მომხდარის გამოძიებას და დამნაშავების დასჯას მოითხოვს. ბოდიში დაგვიანებისთვის ცოტა შემოგვიანდა, იმიტომ რომ ვარკვევდი დღეს და გუშინ მოხდა ორი უბედური შემთხვევა შენებლობებზე. ერთი არამიანის საავადმყოფოში, პირველ საავადმყოფოში თბილისში შენებლობის დროს ღამე ჩამოინგრა შენობა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ქუთაისში პარლამენტის უკან იქ მიმდებარე ტერიტორიაზე შენებლობაზე ასევე სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიღუპა ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად. და ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ საქართველოში ისტორიაში ვიმეორებ არასოდეს არ ყოფილა აქ ისტორიის მასშტაბებით ხარ ამ ხელა მასშტაბის შენებლობა, როგორც გაკეთება ამ წლებში გასულ 2-3 წელიწადში და გაკეთება შემდეგი 3-4-5 წელი. მეორე მხრივ თან ეს ხდება ამდენი წლის არაფრის კეთების, უმუშევრობის, დეკვალიფიკაციის ფონზე. და ამიტომ მე ყოველთვის ამას ძალიან ფრთხილად ვეკიდებ ერთ მხრივ სასწრაფოდ ეს ყველაფერი ასაშენებელია, მეორე მხრივ ბოლო ერთი კვირა პარლამენტს რომ ამთავრებდით, ყოველდღე ვრეკავდნენ ამას ნიკოლეიშვილს, არა იმიტომ რომ მე შინოდა რომ ვერ დაამთავრებდნენ, ზუსტად ვიცოდი რომ დაამთავრებდნენ, არა იმიტომ რომ ყოველდღე ვეუბნებოდი რა მას შეხედეთ უსაფრთხოების წესებს. ნუ იქ რამაზი დაადგა თავს და შეხედა, სხვა შენებებსა ყველგან რამაზე ასნაჭერად ვერ გაიჭრება, მე ამიტომ მე უთხარი ეხა დაველაპარაკე ყველას. ხაი რაც უყურებ მაგათი იგივე საავადმყოფოში გუშინ რაც მოხდა, განათება არ იყო, ღობე არ იყო, ელემენტარული წესები არ იყო დაცული, შეერაგებული თვალითაც ჩანდა ყოველ შემთხვევაში ტელევიზორში და უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა შენებლობის ხელმძღვანელს და ვინც უშუალოდ უბნის ხელმძღვანელია ადამიანებს არ აგდებდეს საფრთხეში. არაფერი არ ღირს ისეთი როგორც ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ მე ვარ ძალიან ამ თემაზე გაბრაზებული, იმიტომ რომ თან იციან ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ზუსტად ამ საკითხებზე, ძალიან გულთან ახლოს მიმაქვს. მეორე მხრივ ეს არის ის, რომ ჩვენ ბევრად უფრო კარგად უნდა გადავზრდოთ ჩვენი სპეციალისტები, ეს ტექნიკური სასწრაფო რომ მეც იქნება, ამისთვის არის, რომ ჩვენ გვყავდეს მაღალი კვალიფიკაციის ხალხი, არ უბრალოდ ადამიანი, ვისაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს, მოვიდა და პირდაპირ დგება შენებლობაში და თან იბარებს რამე სამშენებლო უბანს. უნდა იყოს მომზადებული კადრები, რომ და ესეთი რამეები ხო ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქ სადაც არის კარგი ტექნოლოგიები და ჩვენ უკვე უნდა განვავითაროთ კარგი ტექნოლოგიები, მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული.